მისმინე, აქეთ. შენ საერთოდ აზრზე ხარ რა ხდება ახლა MMA-ის სამყაროში, თუ მარტო ბენზინის ფასებს და ნავთლუღის ბაზარს უყურებ. სანამ შენ ფიქრობ შაბათს ხინკალის საჭამო, იქ ოკეანის გაღმა ისეთი ამბავი იხარშება, რომ კავკასიონის ქედს ბზარი გაუჩნდება. ისლამ მახაჩევი და ილია თოფურია, ორი ლომი, ორი ჩემპიონი, ორი კაცი, რომლებმაც სიტყვა წაგება ლექსიკონიდან ამოშალეს. მაგრამ იცი რა არის მთევარი? ერთი ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენი სიამაყე საპატრიარქოდან, ილია. მეორე კი ხაბიბის მემკვიდრეა, რომელსაც გონია, რომ მისი ჭიდაობა ფიზიკის ისეთი კანონია, რომელსაც ვერავინ შეცვლის. ილიამ უკვე ისეთი ანკესი გადააგდო, რომ ეხო დღემდე გუგუნებს მთებში. პირდაპირ თქვა, ისლამი სასოწარკვეთილია, რაც მას აქვს, ჩემია, ყველაფერს წავართმევო. გესმის ეს? ეს ის ტრეშტოკი არაა ამერიკელი მსუქნებისთვის, რომ დგავენ ხოლმე სპექტაკლებს. ეს პირადი ომია. როცა ქართველი გეუბლება მოვალ და წავართმევო, ეს იმას ნიშნავს, რომ დარბაზში უკვე დენთის და ოფლის სუნი დგას. ილია არ მოდის სათამაშოდ, ის მოდის იმისთვის, რომ მახაჩევის იმპერია საძირკვლიანად დაანგრიოს. ისლამი რა თქმა უნდა სახეს ინარჩუნებს, ვითომ ზემოდან უყურებს ყველაფერს. თითქოს მსოფლიოს ყველა წიგნი წაიკითხა და ახლა ზენშია. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, როცა ზურგში მატადორი გისუნთქავს, რომელიც ხალხს ისე აძინებს, თითქოს ოთახში შუქს აქრობდეს, სიმშვიდე უფრო მალე ოთხლდება, ვიდრე კახორი ღვინო ქორწილში. მახაჩევი წონაში ავიდა, ახალ გამოწვევებს ეძებს, ყვირის რომ ნომერ პირველია მსოფლიოში. მაგრამ აი გამოჩნდა ბიჭი საქართველოდან და ეუბლება: "ეი, ცოტა ნელა ბიჭო, შენი ტახტი უკვე ირყევა და მე ვარ ის, ვინც მას წააქცევს. ფანები უკვე ჭყუაზე არიან, ინტერნეტი იწვის. ზოგი ყვირის რომ ისლამი თავისი დაღესტნური საბნით გადაულის ილიას და პირველივე რაუნდში გაგუდავს როგორც ბავშვს. მეორე მხარე კი ჩვენსკენ არის. ილია ახალი ეპოქაა, მას ხელებში დინამიტი აქვს და თავში კომპიუტერი. მახაჩევი უბრალოდ ვერ მოასწრებს მის ჩახუტებას, რომ უკვე ოქტაგონის ჭერს დაუწყებს დათვალიერებას. ეს ცივილიზაციების დაჯახებაა, გესმის? ჭიდაობა ბოქსის წინააღმდეგ, ცივი გათვლა უმართავი ცეცხლის წინააღმდეგ. და აი აქ მაქვს შენთან კითხვა, ჩემო ძვირფასო მაყურებელო. ოღონდ მართლა გულახდილად მიპასუხე, ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკის გარეშე. შენ მართლა გჯერა, რომ მახაჩევი ის დაუმარცხებელი ბოსია, რომლის გავლა შეუძლებელია? თუ ხვდები, რომ თოფურია სწორედ ის კრიპტონიტია, რომელიც ასეთ მოჭიდავეებს ანადგურებს? რომ ის არის სისტემური შეცდომა, რომელიც ხაბიბის სკოლას ერთი ზუსტი გვერდითი დარტყმით დაშლის. დაწერე კომენტარებში ახლავე. შენ დაღესტნური მანქანის მხარე ხარ თუ ქართული ძალის? ოღონდ არ დაიწყო ახლა დიპლომატია. თქვი პირდები, ვინ ვის დამარხავს ამ გალიაში? თუ სიმართლის აღიარების გეშინია, ჯობია საერთოდ არაფერი დაწერო. ახლა კარგად მომისმინე. იმიტომ რომ რასაც ახლა გეტყვი, მაგას ტელევიზორში ვერ მოისმენ და ვერც იმ ექსპერტებისგან მუცელზე ხელი რო უდებ და დივნიდან გვასწავლიან ჩხუბს. დანა ვაიტი, ეგ ძველი მელა, რაღაც ისეც ხარშავს, რაზეც მთელი მსოფლიო აფრენს. გაიგე ხომ? ოქტაგონი თეთრ სახლში. წარმოგიდგენია საერთოდ ეგ მასშტაბი? იქ, სადაც მსოფლიო პოლიტიკა წყდება, სადაც პრეზიდენტების ხედან. ილია თოფურია უნდა შევიდეს და დაამტკიცოს, რომ ქართული გენი ყველაფერზე მაღლა დგას. მაგრამ მოდი სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და ნუ ვიქნებით ბავშვები ვით ოპტიმისტები. ამ ბრძოლის გზაზე იმდენი ნაღმია დაგებული, რომ შეიძლება საერთოდ ჰაერში აიწიოს ყველაფერი. ილია და ისლამი ახლახან გამეფდნენ თალიანთ ახალ წონებში. და რა წონებში? 70 და 77 კილო, ეგ არის ნამდვილი ჯოჯოხეთი, სადაც ყველა მეორე მებრძოლი მშიერი მგელია და ჩემპიონის სისხლს ეძებს. შეხედე მახაჩევის დივიზიონს. იქ რიგში დგანან ისეთი ტიპები, როგორიცაა მაიკლ მორალესი, ტიპი საერთოდ წაგების გარეშია და შონ ბრედის ისე გადაუარა, თითქოს ქუჩაში გადასასვლელზე გადადიოდაო. ან კარლოს პრატესი, ეგ საერთოდ საიქიოს საგზურებს არიგებს. ბოლოს ლეონ ედვარდსი ისე გათიშა კაცმა არ იცის როდის გამოფხიზლდა. და იანგარი, ბელალ მუჰამედი ისე დაჩაგრა, რომ კითხვები აღარავის დარჩენია. ამ ყველაფერს დაუმატე კამარუ უსმანი, რომელიც თავის შანსს ელოდება, რომ მახაჩევს ჭიდაობა ასწავლოს. მაგრამ ჩვენი ამბავი სულ სხვაა. ილიას წინ ჯასტინ გეიჯი უდგას, ინტერიმ ჩემპიონი. სანამ ილია მაგ ამერიკელ ხორცსაკებ მანქანას არ დაშლის, ბოლომდე ვერ იტყვის, რომ დივიზიონის ერთპიროვნული მეფეა. და მერე მაქს ჰოლოვეი მოდის თუ ჩარლს ოლივეირას მოუგო. რევანშს მოითხოვს და არმან საროკიანი ეგ საერთოდ ყველგან თავის ცხვირს ყოფს და ყვირის, რომ ქამარი მისი უნდა იყოს. ხვდები რა ხდება? მთელი ეს დივიზიონები შეიძლება გაჩერდეს ერთი სუპერ ბრძოლის გამო. დანა ვაიტი კი ამბობს, რომ თეთრი სახლის ევენტი არ იქნება ამერიკა მსოფლიოს წინააღმდეგო. მაგრამ ბიჭო, აბა რა იქნება, როცა ამერიკელებს ჩემპიონი აღარ ყავათ? ყავს ბირმელი, 3 რუსი, ავსტრალიელი, ბრაზილიელი, ინგლისელი და ჩვენი ილია. ერთადერთი ამერიკელი, ვინც რამეს წარმოადგენს, გეიჯია. მაგრამ მახაჩევი თოფურიას გვერდით გეიჯი ბაღის ბავშვს გავს. აქ უკვე ქამრებზე კი არაა საუბარი.
ეს არის ბრძოლა იმისთვის თუ ვინ არის ისტორიაში პირველი ტიპი, ვინც მესამე ტიტულს წაიღებს. ილიას უნდა რომ გახდეს უკვდავი. მას უნდა რომ ჩვენი სახელი რომ იტყვიან, ხალხს შიშისგან ჯრუანტელმა დაუაროს. ისლამს კი უნდა დაამტკიცოს, რომ ხაბიბის მერე მზე აღარ ჩასულა. მაგრამ იცი რა არის ყველაზე დიდი შიშავე? შეიძლება ეს ბრძოლა საერთოდ ქამრების გარეშე ჩატარდეს. ქეჩუეიტში, შუაწონაში. არც ერთი არაფერს არ კარგავს, გარდა თავმოყვარეობისა. და ეგ არის ყველაზე საშიში. როცა კაცი ოქტაგონზე მხოლოდ სახელისთვის გადის, იქ სისხლი კი არა, ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება. აი ახლა დაფიქრდი. შენ მართლა გჯერა რომ ილია მზად არის ამ ხელა რისკისთვის? თუ გგონია რომ ჯერ თავის წონაში უნდა დაალაგოს საქმეები. იცი რატომ გეკითხები? იმიტომ რომ ასეთ სიმართლეს სხვაგან ვერავინ გეტყვის. ყველა გეფერებათ და გატყუებთ. მე კი გეუბნებით რომ ეს ბრძოლა ან ილიას ღმერთად აქცევს, ან ყველაფერს დააკარგვინებს. სასტრაფოდ დააჭირე ლაიქს და გამოიწერე ეს არხი, თორემ გამოტოვებ იმ მომენტს, როცა ილია მახაჩევს ცხვირპირს დაუნახვავს. ასეთ ანალიზს ქართულ ინტერნეტში სხვაგან ვერ ნახავ. აქ მხოლოდ ნაღდი ამბებია. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ და თავი არ შეგაწყინოთ ზედმეტი სტატისტიკით. მოდი პირდაპირ ვთქვათ. ლოგიკა ერთია, რეალობა კი სულ სხვა. ჩვენ შეგვიძლია აქ დილამდე ვიბაზროთ, ვინ უფრო ძლიერია ჭიდაობაში, ან ვის უფრო მძიმე ხელი აქვს, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ასეთი ბრძოლები საუკუნეში ერთხელ ხდება. ეს არ არის უბრალოდ ორი სპორტსმენის შეხვედრა. ეს არის მომენტი, როცა მთელი საქართველო ერთ მუშტად უნდა შეიკრას. იმიტომ რომ ჩვენი ბიჭი ისტორიას კი არ კითხულობს, ის ისტორიას თავისი ხელით წერს. დაფიქრდი, რამდენჯერ გვინახავს, რომ ვიღაცას ზეკაცად რაცხავდნენ, სანამ ოქტაგონზე ნამდვილი ქართული ჟინი არ დაეჯახებოდა. მახაჩევი შეიძლება თავის დივიზიონში მეფეა, შეიძლება თავისი სამბოთი ყველას აშინებს, მაგრამ ილია თოფურია ის ტიპი არაა, რომელიც ვინმეს ავტორიტეტის წინაშე ქუდს მოიხდის. პირიქით, ის არის ის მატადორი, რომელიც ხარს მაშინ კლავს, როცა ხარი ყველაზე თავდაჯერებულია. ეს ბრძოლა თუ შედგა, ეს იქნება პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსისთვის, ვინც ამბობდა, რომ პატარა ქვეყნიდან დიდ ჩემპიონებს ვერ ზრდიანო. ჩვენი რეალობა ასეთია. ილიას აქვს ის, რაც სხვებს აკლიათ. აბსოლუტური, თითქმის ავადმყოფური რწმენა საკუთარი თავის. მას არ ჭირდება იღბალი. მას ჭირდება მხოლოდ ერთი მომენტი, ერთი წამი, როცა ისლამი შეცდომას დაუშვებს და მახაჩევი აუცილებლად დაუშვებს შეცდომას, იმიტომ რომ როცა შენს წინ დგას კაცი, რომელსაც შენი არ ეშინია, შენი სისტემა ირღვევა. დაღესტნური მანქანა მუშაობს მანამ, სანამ მეტოქე გატეხილია ფსიქოლოგიურად. ილიას კი ვერ გატეხავ. ის თავად არის ის ნაჯახი, რომელიც სხვის სისტემებს ჩეხავს. თეთრ სახლში იქნება ეს თუ მარსზე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ის მუხტი, რაც ამ დაპირისპირებას მოაქვს. წარმოიდგინე ის წამი, როცა რეფერი ხელს მაღლა აუწევს ილიას და მთელი მსოფლიო გაიგებს, რომ პლანეტის საუკეთესო მებრძოლი ქართველია. ეს არის ის მომენტი, რისთვისაც ღირს ღამის თენება, ნერვიულობა და ყვირილი. ბევრი იტყვის, რომ ეს მხოლოდ ჩემი ილუზიაა, რომ მახაჩევი ძალიან დიდია, ძალიან ძლიერია. მაგრამ გახსოვდეთ ვოლკანოვსკი. ისიც დაუმარცხებელი ეგონათ, სანამ ილიამ პირდაპირ ეთერში არ დააძინა. მახაჩევიც იგივე გზას გაუყვება, თუ ეს ბრძოლა შედგა და თუ არ შედგა, მაშინ ისლამი დარჩება ჩემპიონად, რომელსაც ყოველთვის შეახსენებენ, რომ არსებობდა ერთი ქართველი, რომლისაც მას რეალურად ეშინოდა. ახლა კი როცა ყველაფერი ვთქვით, უბრალოდ დაჯექი და დაელოდე. ისტორია უკვე დაწერილია, ჩვენ უბრალოდ მისი ნახვა დაგვრჩა. არანაირი თხოვნა, არანაირი ლაიქი აღარ მჭირდება. ვინც მიხვდა, მიხვდა, ვინც ვერა და დარჩეს თავისი დაუმარცხებელი კერპების იმედად. ჩვენ კი ვიცით, ვინ არის ნამდვილი მეფე. საკარველოს გაუმარჯოს, ჩვენი დრო მოვიდა.